თქვენი აზრით რა არის ეს? მიმაგრებულია ფეხის ტერფზე და იფუშება და იბერება თითქოს სუნთქავს. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, მე კი აგიხსნით, რომ ეს არის ვაკუუმის თერაპია, რომელიც გამოიყენება დიდი და პრობლემური ჭრილობების შესახორცებლად. შავი, რასაც ხედავთ, არის ტრაბეკულებიანი სპეციალური ღრუბელი, ეს კი ფოლია, რომელიც მას ჰერმეტულად ხურავს. როგორც გითხარით, ეს თერაპია გამოიყენება ძირითადად დიდი ზომის და პრობლემური ჭრილობების შესახორცებლად, მაგალითად პაციენტებში, რომელთაც აქვს პირველადად რბილი ქსოვილის დიდი ზომის დეფექტი, ან იმ პაციენტებში, რომელთაც მეტაბოლური დარღვევები აქვთ და ამ დარღვევების ფონზე ჭრილობის შეხორცება მათში არის გართულებული. მაგალითად დიაბეტის მქონე პაციენტებში. ან ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ქრონიკული ჭრილობები იმობილიზაციის ფონზე, რაც ფართო საზოგადოებაში ნაწოლების სახით არის უფრო ცნობილი. როგორც ხედავთ, ეს ტრაბეკულებიანი ღრუბელი უკვე მოთავს და ეს ფოლიეც გადაეკრა, აი ეს მილიკი ამ ყველაფერს აკავშირებს უშუალოდ იმ ვაკუუმის მოწყობილობასთან, რომელიც ქმნის ამ ჭრილობაში ვაკუუმს და მექანიკური ძალებით ეხმარება ამ ჭრილობას შეხორცებაში. პირველ რიგში რაც ხდება, ამ ვაკუუმის ფონზე ჭრილობაში დაგროვილი სითხე, ანუ ექსუდატი, რომელიც ანთების ფონზე ყალიბდება, ის გამოიდევნება და მასთან ერთად რა თქმა უნდა ინფექციური ნაწილაკებიც. ამას გარდა ეს მექანიკური წნეხი უჯრედებზე იწვევს მათ სტიმულირებას და გრანულაციური, ანუ ახალი ქსოვილის მარტივად ჩამოყალიბებას.